ორივე სიტყვა high და tall ითარგმნება როგორც მაღალი, მაგრამ მათ შორის არის გარკვეული განსხვავება. მოდით ვისწავლოთ და გავარჩიოთ მაგალითებზე. High გამოიყენება ფართო და მაღალ უსულო საგნებზე საუბრისას, განსაკუთრებით, როდესაც რაღაცა მიწიდან ან ზღვის დონიდან ძალიან მაღლაა, მაგალითად მთები. გაითვალისწინეთ, რომ high არ გამოიყენება ადამიანზე საუბრისას. მოდით ახლა შევხედოთ მაგალითებს. High mountains, მაღალი მთები. High level, მაღალი დონე. High hills, მაღალი ქუსლები. High temperature, მაღალი სიცხე. High speed, დიდი სიჩქარე. High quality, მაღალი ხარისხი. High risk, მაღალი რისკი. ახლა გადავიდეთ tall-ზე. Tall გამოიყენება ვიწრო და მაღალი საგნების ასახწერად ცოცხალ არსებებთან, მაგალითად ადამიანებზე, ხეებზე და ასევე ხელოვნურ ნაგებობებზე საუბრისას. მოდით შევხედოთ მაგალითებს. Tall man, მაღალი კაცი. Tall woman, მაღალი ქალი. Tall boy, მაღალი ბიჭი. Tall girl, მაღალი გოგო. Tall building, მაღალი შენობა. Tall tree, მაღალი ხე. Tall fence, მაღალი ღობე.